გამარჯობათ, შემოწირფასო გამოწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? იფიქრეთ თქვენს ადამიანზე ძვირფასებო, წარმოიდგინეთ ის ვიზუალურად, მისი სახელი თქვით გულში და დავიწყოთ. თქვენი ადამიანი ვინ არის ის დღეს და ვინ ხართ თქვენ? ზეგი თქვენი ადამიანი ძვირფასებო რაღაცას განიცდის, ნანობს, ის რაღაც წარსულშია ფიქრებით თითქოს თავს არ გრძნობს კარგად, ასე ვთქვათ, ემოციურად, რაღაც სევდაში ადამიანი. თუ მასთან ამ მომენტში კომუნიკაცია არ გაქვთ და შეხება, მაშინ ესე იგი ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს ნანობს თავის წარსულში. ის თulis რომ სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, სულ სხვა ნაბიჯები უნდა გადაედგა, სულ სხვა სულები უნდა გააკეთებინა, ასე ვთქვათ. მან ეს არ გააკეთა და მიიღო ის შედეგი, რაც აქვს დღეს. რაღაც დაახლოებით ამ დაგვარია. თქვენ ხართ რაღაც ჰარმონიაში, ამ წუთას ასე აჩვენებს კარტი ძვირფასებო, თქვენ ოჯახურ კერაში ხართ, ასე ვთქვათ, ან შესაძლებელია ვინც მუშაობთ, სამსახურიც ასეთი გაქვთ, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, შესაძლებელია ხართ ბავშვების გარემოცვაში, ხალხის გარემოცვაში, თუმცა ეს ყველაფერი თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. სახლი იქნება, სამსახური იქნება, თავს გრძნობთ კარგად. ვინც ამოიცანით ძვირფასებო, თქვენი პიროვნება და თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის მიახლოებითი, ასე ვთქვათ, სიგნიფიკაცია განაგრძეთ ნახვა. ვინც სრულიად სხვა სიტუაციაში ხართ, რა თქმა უნდა, ასკროლეთ. კარგით, რა ხდება თქვენ ორს შორის, მათთვის, ვინც ამოიცანით თქვენი სიტუაცია, თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს შორის? თქვენ შორის იცით რა, თითქოს ეს სიამაყეა, თითქოს ორივე მხარე ერთმანეთს აჩვენებთ იმას, თუ რა ღირებული ხართ. ეს გამახსენდა რაღაც ფოტოებზე რო აწერენ ხოლმე, ეხუმრობა რა, იუმორი, კარგად გადამიღენახევინ და კარგა, რაღაცა ამ სტილის ინფორმაცია მოდის, ორივეს მხრიდან არის რაღაც სიამაყე, არის საკუთარი დიდებულების შეგრძნება და ორივე ცდილობთ ერთმანეთს დაანახოთ, რომ თქვენ ხართ ღირებული. კარგით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? რას ფიქრობს ის კონკრეტულად თქვენს შესახებ? ის ფიქრობს, რომ თქვენ მასთან არ გსურთ კონტაქტი, თქვენ მასთან არ გსურთ ურთიერთობა, თქვენ რაღაც თვალებს იბრმავებთ, თქვენ რაღაცას ვერ ხედავთ, ხელოვნურად, თუმცა ამას აკეთებთ თითქოს სპეციალურად, თითქოს რაღაც ფიქრები გაქვთ, რომელიც თქვენ ამას გაიძულებთ, გაკეთებინებთ, რაღაც ხელოვნური ბარიერი აღმართეთ თქვენსა და მას შორის. არ გსურთ მასთან კომუნიკაცია, მისი აზრით. თვითონ რას ფიქრობს თქვენზე, მას სურს თქვენთან კომუნიკაცია. მას რა თქმა უნდა, ესე იგი მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ თქვენთან ერთად ის არის როგორც აი საკუთარ სახლსაც არ შევადარებ, თქვენთან ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს, არის ენერგიის მოსხვავება მისთვის, თქვენთან ყოფნა არის სიხარული, თქვენ ხართ მისი სიხარული, თქვენ ხართ მისი აღმაფრენა, აღტაცება, აღფრთოვანება. ის ფიქრობს, რომ თქვენ, როდესაც ერთად ხართ, ორივენი ხართ ბედნიერები. თქვენ მას ახარებთ, ის არის რაღაც თქვენ ცხოვრებაში სიხარული,
თითქოს აი გული ან ნაკრებია რაღაცა სიამოვნო შეგრძნებების და ემოციების თვითონ თქვენთვის და თქვენ ხართ მისთვის, რა ვიცი, ღვთაება. შეიძლება ითქვას, რომელსაც შემოყურებთ გაცისკროვნებული თვალებით. აი ეს ხართ თქვენ მისთვის და ამას ფიქრობს თქვენზე. ფიქრობს, რომ რა კარგია თქვენთან ყოფნა. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? კარგი არის, მაგრამ დაინგრა რაღაც თითქოს ურთიერთობა, რაღაც მოხდა. თქვენ დაამსხვრეთ სტერეოტიპები მისთვის. მას სხვა წარმოდგენა ჰქონდა, მას სხვა მოლოდინები ჰქონდა, მას ეგონა, რომ მუდმივად ასე იქნებოდა, თუმცა თქვენ ეს ერთი ხელის მოსმით ჩამოშალეთ. კიდევ რას ფიქრობს ის თქვენზე? ძალიან ამაყი ხართ, ძალიან მაღალი სტანდარტები გაქვთ დაწესებული. გონება ძალიან კარგად გიმუშავებთ, თქვენ იცით თქვენი თავის ფასი. კიდევ რას ფიქრობს? თქვენ გაქვთ არჩევანი მისი აზრით. კიდევ თქვენ ხართ მიუწვდომელი მისთვის. კარგით, რატომ ფიქრობს ის ასე, ნახოთ, რომ მისთვის მიუწვდომელი ხართ? რატომ ფიქრობს ეს? იმიტომ რომ მართლაც თითქოს შორს არის თქვენგან, თქვენ მას უყვარხართ, შეიძლება ითქვას, თქვენს მიმართ აქვს უდიდესი ემოცია, მაგრამ ამავე დროს არის შორს. ეს სიშორე შეიძლება იყოს როგორც მენტალური სიშორე, ასევე პირდაპირ დაუშვათ არის სხვა ქალაქში, ან თქვენ ქალაქის თავში ხართ ის ბოლოში, ან სხვადასხვა ქვეყნებში ხართ, ან ფიზიკური სიშორეა, ან მენტალური. თქვენ მას არ ეკონტაქტებით, თქვენ მას არ ეურთიერთობებით, არ ენახვებით. ამიტომ ფიქრობს კიდევ, იმიტომ რომ თქვენს შესახებ არაფერი არ იცის, ეჭვიანობს. ვერ გარწმუნებთ იმაში, რომ თქვენ მას უზომოდ სურხართ. თქვენ მის გონებაში ცხოვრობთ. თქვენ იქ დაიდეთ ბინა 24/7-ზე. და ამის გადმოცემა თითქოს მას არ შეუძლია, ან ვერ გეუბნებათ, ან არ გეუბნებათ, ან შეიძლება ოდესმე გითხრათ კიდეც, უბრალოდ თქვენ ეს არ გჯერათ, ან შესაძლებელია არ მიაქციეთ ამას ყურადღება. თავის დროზე, როდესაც მან ეს გაგეხმოვანა, შესაძლებელია ისე ვერ გადმოსცა აზრი ხარ, როგორც მე ვთქვი. თუმცა რაღაც მინიშნებები ამის შესახებ მოგცათ. კარგით, კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ წახვედით. რატომ? იმიტომ რომ ახალი საძებნელად, ასე ვთქვათ, ახალი უფრო უკეთესის. გაგიჭირდა თქვენ ეს ამ ნაბიჯის გადადგმა, ძალიან განიცადეთ თქვენ ეს. საკუთარი თავი რაღაც ჩიხში მოაქციეთ თითქოს. იმიტომ რომ თქვენც გაქვთ მის მიმართ ემოცია, მაგრამ იფიქრეთ, რომ ეს არის დროებითი, ეს არის თქვენთვის რაღაც შეიძლება ითქვას არასტაბილური ურთიერთობა და ამიტომ ჯობია, რომ თქვენ თქვენს გზას დაადგეთ. ეს ფიქრობს, ვინც თქვენ ჩაეფიქრეთ, ამას თვითონ ფიქრობს. რეალურად თქვენ ასე მოიქეცით თუ არა, აქ ამაზე არ არის საუბარი. მას მიაჩნია, რომ თქვენ აი ესე ფიქრობთ, ესე აზროვნებთ. თქვენ გსურთ სტაბილურობა მისი აზრით ურთიერთობაში და სერიოზული ურთიერთობა. რადგან მისი აზრით თქვენ ფიქრობთ თქვენ თავზე, რომ თქვენ იმსახურებთ სერიოზულ, მყარ, სტაბილურ ურთიერთობას. და თქვენ ხართ მუდმივად გამარჯვებული. კიდევ რას ფიქრობს ის თქვენზე? თქვენ იმედი გაგეცრუათ მან მისი აზრით, იმითი რომ არ არის სტაბილური თქვენთვის და თქვენი აზრით ილუზიებში გამყოფებთ ეს ადამიანი. თუმცა მას უყვარხართ ძვირფასებმა. ნამდვილად არაერთი არკანი ამოვიდა ამის დამადასტურებელი და მისი აზრით თქვენც გაქვთ
მის მიმართ გრძნობა. გისურვებთ